2 წლის წინათ თაფროხვევა დამეწყო და გადავწყვიტე მისულიყავი ჩემ ექიმთან. ოჯახის ექიმთან აიღო ანალიზები, სისხლის ანალიზი და გემოგლობინი აღმომაჩნდა დავარნილი და მირჩია რომ წავსულიყავი სამკურნალოდ თბილისში, თოდუას კლინიკაში. სადაც ჩემმა ახლობლებმა მიმითითეს ქალბატონ მაკა აბულაძეზე. მივედი და დღესაც თვალწინ მიდგას ის თბილი მიღება, დამაიმედებელი, გამსიჯეს ანალიზები ამიღეს და დამინიშნეს ოპერაცია. ღმერთმა ბედნიერი გამხადა, რომ ასეთი ძმა მყავს და ტყუპისცალი ვარ. დასაწყისში მიმალავდნენ ამას, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა განსხვავებული ტყუპები ვართ. საკმარისია რამე მტკიოდეს, ან საკმარისია ამას რამე გქონდეს, იმ წუთშივე ვგზნობ მე. მიუხედავად იმისა, მიმალავდნენ, მაინც მივხვდი და უგავიგერო თოდუაში იყო, წავედი და მინდოდა მენახა. ოპერაცია წყინვალე ჩაატარა ექიმმა თენგიზ გუგეშაშვილმა, ამომკვეთეს მთლიანად კუჭი. ბატონო სულიკო მოგმართა რამოდენიმე წლის წინ შევილებით წონაში კლებაზე, სისუსტეზე, ანამნეზში ჰქონდა ანემია, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში იწვევს ეჭვს გასტროინტესტინალური კოლორექტული სიმსივნეების შესახებ განსაკუთრებით მისი ასაკის მამაკაცებში. გასტროსკოპიით დადასტურდა კუჭის წარმონაქმნი. საბედნიეროდ ეს იყო ადრეული სტადია, იმ გამონაკლის შემთხვევებს მიეკუთვნებოდა, როდესაც თავიდანვე ოპერაცია ნაჩვენებია. პირველ რიგში გაკეთდა ოპერაცია, ოპერაციის შემდეგ ჩატარდა 6 ციკლი ქიმიოთერაპიის, რის შედეგადაც უკვე რამოდენიმე წელია მხოლოდ კონტროლის ქვეშ არის და ხვდებით ერთმანეთს 6 თვეში ერთხელ უკვე. ყველაფერმა ჩაიარა ბრწყინვალედ. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. უკვე 2 წელი სრულდება და ამ ხნის განმავლობაში მე როგორც ყოფილი მოცეკვავე ცეკვა ვარ კიდევაც. და 16 წლის ბიჭივი დავდივარ ეს 80 წლის კაცი. დიდი მადლობა მინდა უთხრა. ყველა ექიმს და მინდა ყველას უთხრა რომ ონკოლოგია განაჩენი არ არის. ონკოლოგია დიაგნოზია. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეული გამოვლენის შემთხვევაში ყველაზე აგრესიული და ვერაგი დაავადებაც დამარცხებადი და განკურნებადი, ამიტომ სკრინინგს ჩვენი ორგანიზმის მოსმენას და ნებისმიერი არასასურველი სიმპტომის აღმოჩენების შემთხვევაში ექიმთან მიმართვას აქვს ძალიან დიდი როლი და ძალიან მნიშვნელოვანი არის პაციენტის და ექიმის ურთიერთგაგება და მეგობრობა და იმის გააზრება, რომ ერთი მიზნით მივდივართ წინ და ზუსტად ერთი მიზანი გვაერთიანებს. შედეგი რო ასეთია, მადლობა ღმერთს რომ ამ ხალხთან შემახვედრა და მადლობა ღმერთს რომ დღეს ძმა ცოცხალი მყავს და გვერდით ამყავს და კარგად გრძნობს თავს. ყველას დიდი მადლობა. ყველა გამრავლოთ, გაბედნიეროთ, ვინც ასეთი კეთილშობილი და ასეთი საუკეთესო სპეციალისტები ხართ. მადლობა და ქეთს ვიხდით თქვენ წინაშე. რაც ამნა ძლიერი იყო, ჩხუბში შეშინებული რო შეხვალ გაგლახავენ. შენ თავს უნდა მიცე იმედი, ყველაფერი კარგად იქნება. შიდა ფსიქოლოგია განაწყობს ადამიანს და ღმერთისა და ექიმების წყალობით, დღესდღეობით ცოცხალი ვარ და რიგში ვარ ისე როგორც სხვები, მოძრავი მომქმედი მსახიობი. დიდი მადლობა თოდუას კლინიკას თანამშრომლებს.